მოგესალმებით, რანაოს ინტიბეტური მედიცინა, მე ვიმყოფები ონკოლოგ დავით ჯინჭულაძესთან კაბინეტში, გაიცანით ბატონი დავითი. მოგესალმებით ყველას. ონკოქირურგი, ონკომამოლოგი, აბდომინო ონკოლოგი. და როგორც იცით, 24 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ვინც მოაწვის დათო ექიმს მონაცემებს, წმინდა იოანე მოწყალის პრივატ კლინიკას, სადაც დათო ექიმი მუშაობს, ჩაატარებს ერთუფასო, ასე ვთქვათ, ოპერაციას ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით, ლოტოტრონით ამოერჩევა ეს პაციენტი. და მაგასთან მიმართულ ასე ყველა დიაგნოსტიკურ კვლევას. ხო. დეტალები აიტვირთება ჩვენს გვერდზე, რანაოს ინტიბეტური მედიცინა და ასევე დავით ჯინჭულაძე. ეხლა კი დათო ექიმს ვთხოვე ჩაეწერა თქვენთვის ვიდეო ბიოფსიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ონკოპაციენტი არის, ონკოპაციენტია უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ძუძუში იპოვნიან გარკვეულ სიმაგრეს, ეშინიათ ბიოფსიის გაკეთება იმ მოტივით, რომ გაეზრდებათ, უფრო გაუარესდებათ, უფრო გავდებათ და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე ვთხოვე დათო ექიმს, რომ როგორც პროფესიონალმა აგვიხსნას, რატომ არ არის ბიოფსია საშიში და რატომ არის პირიქით უფრო აუცილებელი და საჭირო. და თუ არ გაიკეთებ, შეიძლება ის უფრო იყოს საშიში. დათო ექიმა, აბა გისმენთ? ესე იგი, უყურეთ როგორი სიტუაცია არის, ეხლა ვიაგებსით ორ პრინციპიალურ მომენტს. ესე იგი, შეხედეთ, აქ საუბარი არ არის მარტო ძუძუს კიბოზე. ესე იგი, ნებისმიერი წარმონაქმნი, ანუ ნებისმიერი სუბსტანცია, ნებისმიერი მასა, რომელიც ადამიანს არ ქონდა და გაუჩნდა. მნიშვნელობა არ აქვს სად, მაგალითად, ეხლა რანამ აქცენტი გააკეთა და ჩვენ გვიმოვთ ესეთ აქციას ძუძუზე, ვისაუბროთ, თქვათ, აი, ძუძუს წარმონაქმნზე. როგორც მე არ ვაკონკრეტებ, ეს წარმონაქმნი რა ტიპის არის. ჩვენ არ ვიცით რა ტიპი არის ეს წარმონაქმნი, ხო? ანუ შეიძლება იყოს ავთვისებიანი სიმსივნე, შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი რაღაცა. რაღაცა, всё, წერტილი. ესე იგივენაირი წარმონაქმნი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვალში, იგივენაირი წარმონაქმნი შეიძლება იყოს კუნთში, კანში, ღვიძლში, ნაწლავში, ანუ კი მესმის რომ ეხლა ქალბატონი რომ დაინახავს ძუძუში რაღაცა აქ ან ფარისებრი აქ ესე გამოწეული ხო, ანუ პანიკა და ისტერიკა, მაგრამ რატო არ ეშინია ხალხს, რაც საშვილოსნოში ხდება, საშვილოსნოს ყელში ხდება, ნაწლავში, რაც მაგალითად ღვიძლში შეიძლება მოხდეს, ანუ ხო ყველგან შეიძლება იყოს ეს წარმონაქმნი, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს ავთვისებიანი, ხო? ეხლა შეხედეთ, ანუ რატო ამბობ ის რაღაცა? იმიტომ რომ ჩვენ რომ მივიდეთ იქამდე რომ თქვათ, რომ ეს არის ცუდი პროცესი, ანუ ავთვისებიანი სიმსივნე, რასაც ხალხი ეძახის კიბოს, რომელიღაცა ორგანოს კონკრეტულ კიბოს, ხო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეგ არის ნამდვილად კიბო. ამისთვის კეთდება ბიოფსია. ესე იგი, ეხლა შეხედეთ, აი, რანამ წეღანაც აღნიშნა ჩვენ რომ საუბრობთ აქ პატარაზე ჩაისანამ დავიდეთ, ხო, რომ ვაიმეო, აი, რომ მიჩხვლიტონო უფრო ავთვისებიანი გახდებაო ხალხო, ჩვენ არ ვიცით ეგ რა არის, ხო? უნდა დავადასტუროთ. რომც იყოს საბოლოო ჯამში, ხო, რომ ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე, ხო?